სიკვდილი ტერორიზმს, სიკვდილი ნარკოტიკს. ვენესუელა არ გეგონოთ ბურკინა ფასო ან ბოლივია. ვენესუელა არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგები აქვს. საუდის არაბეთზე მეტიც კი. ამიტომ ვენესუელა მნიშვნელოვანი მსოფლიო მოთამაშეა. უბრალოდ ამ როლის მორგების უნარი არ აქვს და ვერც ხვდება როგორი მოქმედოს. ტრამპი ძალიან მკაფიო და ცალსახად აცხადებს, რომ შეებრძოლება ყველას და ყველაფერს, რაც ან ვინც ხელს უწყობს ნარკოტიკის გავრცელებას აშშ-ში. ემუქრება მექსიკას, ჩინეთს და სხვა ქვეყნებს ტარიფების დაწესებით, ხოლო ვენესუელასთან მიმართებით ტრამპის ადმინისტრაცია მეტად მკვეთრ მოქმედებებს ირჩევს. Loaded up the other day with all sorts of drugs and we're going to take them out. ომის კართან დგას ათასობით ამერიკელი სამხედრო, ასობით ავიაგამანადგურებელი და ათობით სამხედრო გემი, რომლებიც მხოლოდ ერთ ბრძანებას ელიან. იმოქმედეთ წინ. ამერიკასა და ვენესუელას შორის არსებული დაპირისპირება არ იწყება ახლა, ან რამდენიმე თვის წინ. არამედ უფრო ადრე, დაახლოებით 2015 წელს. რა თქმა უნდა, მანამდე პერიოდში ჰქონდა დაპირისპირება, თუმცა მსგავსი რმსორანალის სხვა ვიდეოში შემოგთავაზებთ. 2015 წელს ვენესუელაში მნიშვნელოვნად დაიძაბა სიტუაცია მძიმე ეკონომიკური ფონისა და რეალობის გამო, რამაც მილიონობით ადამიანს დააკარგინა სამსახური და შემოსავლის ერთადერთი წყარო. ქვეყანაში იფეთქა არეულობა პროტესტმა, რასაც ნიკოლას მადურომ პოლიციური სიზდერე დაუპირისპირა. გამოიყენა ძალა და დაიწყო პროტესტის ძალადობრივი დახშობა. 2015 წელს ობამას ადმინისტრაცია ვენესუელას აცხადებს ეროვნულ საფრთხედ და პერსონალურად მადუროსა და მისი კაბინეტის სხვა წევრებს უწესებს სანქციებს. ამ ამბებიდან მოყოლებული დღემდე ვენესუელაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი არათუ გვარდება, არამედ ღრმავდება. მადუროს ხელისუფლება უფრო მეტად ავტოკრატიული ხდება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მადურომ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც დანარჩენი ცივილური სამყაროც. მის ლეგიტიმურობას ცნობენ მისნაირები: პუტინი, სინძიპინი, ლუკაშენკო, ერდოღანი, სირია, ირანი. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ტრამპის ადმინისტრაცია არც პირველ ვადაში აღიარებდა მადუროს ლეგიტიმურობასა და თვლიდა, რომ მან ხელისუფლება მიიტაცა. ტრამპმა კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესა ვენესუელას და შეამცირა ვენესუელადან მომავალი ნავთობის მიღება. შესაბამისად, ვენესუეlas ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმაც მკვეთრად იკლო. ვენესუელას არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი დაუდგა. მოსახლეობის ნახევარზე მეც არ ჰქონდა საშუალება ეცხოვრა უძრავ ქონებაში. ეროვნული ვალუტა ფაქტობრივად მხოლოდ ქაღალდის ფუნქციას ასრულებდა. ტრამპის დამატებითი სანქციების მიზანი იყო ვენესუელის მოსახლეობის აჯანყება და მადუროს პოპულარობის შემცირება, თუმცა ამის მიღწევის პროცესში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ში ვენესუელადან მიგრანტების რაოდენობა, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა უკვე ბაიდენის ადმინისტრაციას. ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ მადუროს პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება. მადუროს იზოლირება გრძელდება როგორც აშშ-ს, ისე ევროპის მხრიდანაც. აქედან გამომდინარე, მადურო აღმავებს ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. მათ განიღებს ავიაგამანადგურებლებს, თავდაცვით იარაღს და ასე შემდეგ. პარალელურად კი ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს დაკავების ან და ლიკვიდირებისთვის $15 მილიონ გადახდას აანონსებს. აღნიშნული პრიზის ოდენობა დღეს უკვე 50 მილიონამდეა გაზრდილი. ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე გადაწყვიტა შეემსუბუქებინა ვენესუელას ნავთობად დაწესებული სანქციები და კვლავ დაიწყო ამერიკამ მისგან ნავთობის მიღება. რათა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაცემულიყო და რუსეთის ეკონომიკას პრობლემები შექმნოდა და ამავდროულად იმ პირობით, რომ 2024 წელს ჩატარდებოდა თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში. ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ მადურო არჩევნების გზით ჩამოშორდებოდა ხელისუფლებას, თუმცა შეცდა. რბილი ძალით მადუროს მოშორების გეგმა კვლავ ჩავარდა. მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე თავი გამარჯვებულად გამოაცხადა მადურომ, ძალაუფლების ხიბში ჩავარდნელმა მორიგ სარისკო ნაბიჯზე გაიწია. კერძოდ, რეფერენდუმზე გაიტანა საკითხი, რომელიც მეზობელი ქვეყნის 70%-ამდე ტერიტორიის დაუფლებას ეხებოდა. კონკრეტულად ამ ტერიტორიებზე მოიპოვება ნავთობის უზარმაზარი მარაგები. გაიანა კი აშშ-ს დაცვის ქოლგის ქვეშ შემავალი ქვეყანა, რადგან გაიანას ნავთობის დიდ ნაწილს სწორედ აშშ განაგებს. ბაიდენმა კვლავ დაუწესა სანქციები მადუროს რეჟიმს. ოპოზიციური ლიდერები გაიქცნენ ქვეყნიდან და მორიგი პროტესტიც სისხლით ჩაახშო. აწ უკვე ვენესუელას დიქტატორმა მადურომ. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მოახერხოთ და იყო სირიისა და ჩრდილოეთ კორეის უკან კორუფციის ნაწილში, თუმცა ვენესუელა ამას ახერხებს და სანამ მადურო იქნება მმართველი, არც არაფერი შეიცვლება. ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ განგრძობად დიპლომატიასთან ერთად მოუხმო სამხედრო ძალასაც.
ვენესუელას წყლებში ყველგან ამერიკამ თავისი ძალები განათავსა. აძლევს საშუალებას მადუროსა და მის ოჯახს, რომ დატოვონ ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა დაიწყებდა თავის ოპერაციას. თუმცა მადურო ამაზე უარს აცხადებს დღემდე. ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს ქვეყანაში არსებულ ნარკოჯგუფებს, კარტელებს და მისი ხელმძღვანელობით იგზავნება ამფეტამინი, კოკაინი და სხვა სახის ნარკოტიკები აშშ-ში. ტრამპის მიზანია ვენესუელაში დასავლეთის მიმართ კეთილი განწყობილი მმართველის მოყვანა, გაიანას წყლებზე პრეტენზიების გაცხადების შეწყვეტა, ნავთობის მარაგების მოპოვების გაზრდა და კვლავ გლობალურ ბაზარზე გაყიდვა. ვენესუელის შემოbrunება დასავლეთისკენ და მისი გავლენის სფეროში მოქცევა, რითაც ჩამოაშორებს რუსეთსა და ჩინეთს. პასუხოდ კი რუსეთი წლების განმავლობაში ხარჯავდა მილიარდობით დოლარს ვენესუელის შინაარჩუნების მიზნით. ტრამპსაც და მის ადმინისტრაციასაც კარგად ესმით ის რისკები, რასაც ვენესუელაში შეჭრას შესაძლოა მოყვეს და სწორედ ამიტომ ჯერ თავს იკავებს სამხმელეთო შეჭრისგან. ისე როგორც ეს მოხდა 1999 წელს პანამაში. მაშინაც მიზეზი ნარკოტიკები იყო და ახლაც უბრალოდ დღევანდელი ვენესუელა მაშინდელი პანამა არ არის და ეს კარგად ესმით პასუხისმგებელ პირებს. ტრამპი დიდად არ ემხრობა სახმელეთო ოპერაციების განხორციელებას, თუმცა უკან არ იხევს, როცა საჰაერო შეტევას ეხება საქმე. მაგალითად, სირიაში მოკლეს ISIS-ის ლიდერი, ერაყში მოკლეს ირანელი მაღალი თანამდებობის სამხედრო პირი, იემინელი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო კამპანია, ირანის ბირთვული იარაღის განეიტრალება ბიორის ავიაგამანადგურებლებით. ფაქტია, დისტანციურ დარტყმებზე ტრამპი უარს არ ამბობს, თუმცა მსგავსი ავიადარტყმებით ვერ ხერხდება რეჟიმის შეცვლა. როგორც ირანის შემთხვევაში, ისრაელმა ყველაფერი გაუნადგურა ირანს, ყველაფერს მისწვდა, თუმცა რეჟიმი ჯერ ისევ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ხოლო საჰაერო დარტყმებით ასევე ნაკლებად სავარაუდოა მადუროს რეჟიმის შეცვლა. თუმცა უშუალოდ მადუროს განადგურება შესაძლებელია, როგორც ეს მოახერხა ისრაელმა ჰეზბოლას ლიდერის წინააღმდეგ მიწიდან 3 ან 4 სართულით ქვემოთ მყოფი ლიდერის წინააღმდეგაც ის გაანადგურეს. 25 წლის 2 სექტემბერს ამერიკულმა დრონმა იპოვა ის, რასაც ეძებდა 12 მეტრის სიგრძის ხის ნავი, რომელსაც უმეტესად იყენებენ სათევზაოდ ან ნარკოტიკების გადასატანად. როგორც წესი, ასეთ დროს ხდება ნავის ან გემის გაჩერება მისი შემოწმების მიზნით, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. ბამ! და ნავიც და ყველაფერი რაც მასზე იყო, ნაფლეტებად იქცა. ორ კვირაში მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდა. შემდეგ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ. ეს ტრამპის ახალი გეგმაა. თავდასხმა ხდება კარიბის ზღვის აკვატორიაში და ოქტომბერში გამოჩნდა რეალური მიზეზიც ვენესუელა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ტრამპი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს. 1970-იან წლებში პრეზიდენტმა ნიქსონმა თქვა, რომ აშშ-ის მთავარი მტერი ნარკოდანაშაული და კარტელია. America's public enemy number 1 in the United States is drug abuse. იგივე გზა განაგრძო პრეზიდენტმა რეიგანმაც და სწორედ ამ პერიოდში მოკლეს კარტელ მედელინის შემქმნელი პაბლო ესკობარი. თითქმის ყველა პრეზიდენტი მსგავს გზას ადგას, თუმცა ნარკოდანაშაული და ნარკოტიკის აშშ-ში გავრცელება არათუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა და მოძლიერდა კიდეც. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, ებრძვის კი ტრამპი კარტელს თუ სხვა რამ აქვს მიზნად. ტრამპი ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს ვენესუელაში არსებულ კარტელს, ტრენ დე არაგუას. აგზავნის ჯარს ვენესუელას საზღვრებთან და ყველა ეჭვიტანილ ნავსა თუ გემს უაპელაციოდ ძირავს ნარკოტიკებთან ბრძოლის მოტივით. ტრამპი დრე დე არაგუას ხელმძღვანელად აცხადებს ნიკოლას მადუროს და მას ლეგიტიმურ სამიზნედ ხდის. რეალურად მადუროს მიერ შექმნილი რეჟიმი პირდაპირ არის ჩართული კარტელის წევრების დაცვისკენ და უშუალო კონტაქტები აქვს მათ გამტარებლებთან. ის იცავს მათ, ხოლო ისინი ცნობენ მადუროს ლეგიტიმურობას და ძალაუფლებას. ტრამპის კიდევ ერთი მიზანი არის ის, რომ ვენესუელაში დააბრუნოს ყველა ის მიგრანტი, რომლებიც ბოლო წლებში გაიშურნენ აშშ-ში. მადუროსგან და სიღარიბისგან დაღწევის მიზნით. გარდა იმისა, რომ სამხრეთ ამერიკაში მადუროს ჩამოშორება მოხდება, ამ ნაბიჯით სურთ კიდევ 2 ავტოკრატის შეშინებას და მათი ჩამოშორებაც, კუბასა და ნიკარაგუაში, სადაც ასევე ავტოკრატიული მმართველობებია დიდი ხნის განმავლობაში. ტრამპს კონგრესის და სენატის მხარდაჭერა არ აქვს იმისთვის, რომ ომი აწარმოოს, თუმცა ის ომის წარმოების უფლებას არც ითხოვს. ის ამბობს, რომ მოკლავს ყველას, ვინც ნარკოტიკებთან იქნება კავშირში. Every terrorist thug smuggling poisonous drugs into the United States of America, please be warned that we will blow you out of existence. We have no choice. ეს უფრო საშიშია, ვიდრე ომის დეკლარირება. ფაქტობრივად, ამით არა მხოლოდ ტრამპი ხდება უკონტროლო, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ მსგავსი მიდგომის გამოყენება. იმავე მოტივით, ყველა მათთვის საჭირო და სასურველი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ტრამპი ერთი ნაბიჯით ცდილობს 3-4 პრობლემის მოგვარებას, თუმცა რამდენად გამოუვა ეს პროცესი გვიჩვენებს. ფაქტი ის არის, რომ ყველა ფრონტზე რაღაცებს ცდილობს. ალბათ გარკვეული შედეგებიც გვექნება, თუმცა რამდენად სასურველი ან მძიმე, ამას ყველანი ვიხილავთ უახლოეს 2-3 წელიწადში. ამ ეტაპზე კი ჩემი აზრით
ტრამპი ნიკოლას მადუროს რეჟიმს დაასრულებს.